ეს მოხდა მაშინ, როცა 18 წლის ვიყავი. ჩემი უფროსი ძმა 24-ის იყო, ხოლო ჩემი უმცროსი და 2-ის. სკოლიდან დავბრუნდი. ის დრო იყო, როდესაც ზამთრის არდადეგები იწყებოდა. ჩემი უფროსი ძმაც სხვა ქალაქიდან სახლში ბრუნდებოდა, ხოლო ჩემი მშობლები ერთად დასასვენებლად იყვნენ წასული. ეს შობიდან 1 კვირით ადრე მოხდა. მე დავალებული მქონდა, რომ ჩემი პატარა დისთვის მიმეხედა, სანამ მშობლები სახლში დაბრუნდებოდნენ. მიხედვა ჩემთვის ნიშნავდა სახლში უაზრო ჯდომას, ან მეგობრების დაპატიჟებას და ტელევიზორის ყურებას. ჩემი და მისაღებ ოთახში თოჯინებით თამაშობდა. როცა თამაშისგან დაიღალა, თავის საძინებელ ოთახში წავიყვანე, ტანსაცმელი გამოუცვალე და დასაძინებლად მეორე სართულზე ავიყვანე. ასევე მასთან ახლოს დავდე რადიო ძიძა, რომ მისი ხმა გამეგო. სახლის ზედა ნაწილი რომ განმარტო, ჩემი პატარა დის ოთახი დაკავშირებულია სააბაზანოსთან, რომელიც ასევე დაკავშირებულია ჩემი მშობლების საძინებელთან. მოკლედ ორივე ოთახს სააბაზანო აკავშირებს. დაბლა ჩავედი, რომ ტელევიზორის ყურება განმეგრძო. გონი გრინჩს უყურებდი, როცა რამდენიმე წუთის შემდეგ რადიო ძიძიდან ხმები გამოვიდა. ეს ჩემი პატარა დის ხმა ნამდვილად არ იყო. ამიტომ მაღლა ავედი, ისე სწრაფად და აგრესიულად შევარდი ოთახში, რომ ეგრევე გაეღვიძა და ტირილი დაიწყო. მე ოთახი დავათვალიერე, შემდეგ კი ხელში ავიყვანე, ცოტა დავამშვიდე და უკან აკვანში ჩავაწვინე. როცა თვალები ისევ დახუჭა, ოთახი დავტოვე. რამდენიმე წუთში ოთახიდან გამოდის მისი ტირილის ხმები. ზევით ავარდი, რომ მენახა რა ხდებოდა. ის აკვანზე იდგა და სააბაზანო ოთახისკენ იშვერდა ხელს, რომელიც რატომღაც პატარაზე შეღებული იყო. სიმართლე გითხრათ არ მახსოვს თუ ესე დავტოვე. სააბაზანო შევამოწმე და სუფთა იყო. უთხარი რომ ელანდებოდა. არ ვიცი რამდენად გაიგო ჩემი სიტყვები, მაგრამ რამდენიმე წუთი მასთან გავატარე და დავამშვიდე. კიდევ ერთხელ დაბლა ჩამოვედი, რომ ტელევიზორის ყურება გამეგრძელებინა. საშიში ფილმის სცენაში მეგონა, რადიო ძიძიდან კაცის ჩურჩული ისმოდა. ოთახში ელვისებური სისწრაფით ავარდი და ოთახში შევედი, ჩემი და ისევ ტიროდა და ასევე შემიშნე სააბაზანოს კარები, ახლა უკვე საკმაოდ გაღებული, ხოლო როცა შუქი ავანთე, დავინახე შემზარავი სურათი, ფარდის უკან, იქ იყო სრულიად უცნობი კაცი. ჩემი და ხელში ავიყვანე და ოთახიდან გამოვარდი. მე სახლიდან გამოვიქეცი და მეზობლის სახლში შევედი. ჩემი და ხელში მეჭირა. სახლში შესვლის შემდეგ მეზობელმა უფლება მოუცა, რომ მისი ტელეფონი გამომეყენებინა, რათა პოლიციისთვის დამერეკა. რომ მოვიდნენ, გითხრეს, რომ სახლით სარიელი დახვდათ, მაგრამ ამის და მიუხედავად, მეზობელმა მითხრა, რომ ყოველი შემთხვევისთვის მასთან დავჩენილიყავით. შემდეგ დღეს სახლში შევედით, რომ დაგვეთვალიერებინა. სახლი სუფთა იყო. მაგრამ მაინც ვეძებდი ადგილებს, საიდანაც შეეძლო, რომ შემოპარულიყო. ვერ ვიპოვე. ძალიან დაბნეული და შეშნებული ვიყავი. 1 კვირის შემდეგ დედა ჩემმა მითხრა, რომ მაღლა სხვენში ავსულიყავი, რომ საახალწლო დეკორაციების ყუთი ამეტანა და ვერ დაიჯერებთ იქ რა დამხვდა. სხვენის ბოლოში იყო საწოლი, თავისი საბნი და ბალიშებით, რომლებიც ყუთების უკან იყო დამალული. მე ეგრევე იმ კაცთან დავაკავშირე. ჩვენ დღემდე წარმოდგენა არ გვაქვს, რამდენ ხანს იმყოფებოდა ის კაცი ჩვენს სახლში. შობის ღამე იყო 2009 წელი. 18 წლის ვიყავი და ფარმაციაში ვმუშაობდი. სამწუხაროდ შობის ღამეს მომიწია მუშაობა, რაც ნიშნავდა, რომ საღამომდე მარტო ვიქნებოდი. მინდოდა რომ იქიდან წამოსულიყავი, მაგრამ ჩემი მშობლები წინააღმდეგი იყვნენ სამსახურის დატოვებაზე. ფარმაცია ჩემი სახლიდან 5 კილომეტრზე არის და საკმაოდ შუქ ქუჩაზე. დღისით საკმაოდ დატვირთული მუშაობაა ხოლმე, მაგრამ 8 საათის შემდეგ აღარავინ შემოდის. დღესაც ასე მოხდა, როცა 8 საათს გადასცდა, შემოსული არავინ დამინახავს. შობის გამო ფარმაცია 10 საათამდე მუშაობდა, რაც სამწუხაროდ იმას ნიშნავდა, რომ აქ კიდევ 2 საათი უნდა ყოფილიყავი. პლუს ამას სამსახურში იყო გოგონა, რომელიც მომწონდა და გავნაწყენდი რომ მიდიოდა. 1 საათი გავიდა და მხოლოდ ერთ მომხმარებელს მომემსახურე.
10 საათი სრულდებოდა და მიხარობდა, რომ ჩემი ცვლა მთავრდებოდა. შენობაში ერთადერთი ვიყავი ერთ მომხმარებელთან, რომელიც 1 საათი იყო აქ და ამ ფაქტს უკვე ჭკუიდან გადავყავდი. კაცი შემომჩნიე, მას ქურთუკი, ფართო ჯინსები და შავი ფეხსაცმელები ეცვა. როცა დამინახა, რომ შემომჩნიე, ჩემს საპირისპიროდ გატრიალდა და პროდუქტების დათვალიერება დაიწყო. 5 წუთის შემდეგ ხელით მსუბუქად დაკაკუნებისავით დაიწყო. ხმა თაობიდან მოდიოდა. ავდექი, რომ ის ადგილი შემომეწვევინა. არავინ არ იყო. ხმა ისეთი კონსტიტენციური იყო, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ის კაცი იყო. მაგრამ საიდან მოდიოდა? არ ვიცოდი. უცბად საპირფარეშოში გასვლა მომინდა, მაგრამ პრობლემა იყო. გასვლა არ შემეძლო, როცა მომხმარებელი შენობაში იყო. 10 წუთი გავიდა და მომხმარებელი არ შემემჩნევია, მაგრამ ხმები ისევ ისმოდა. უკვე ვეღარ ვითმენდი. სალაროდან გამოვედი და დავიძახე. უკაცრავად. პროდუქტების განყოფილებასთან მისვლა დავიწყე, რომ მომხმარებელი მენახა. ვერაფრით ვერ მოძებნე, მაგრამ როცა ერთ განყოფილებას უახლოვდებოდი, მეორედან ხმა მოდიოდა. ტკბილეულის განყოფილებასთან მივედი და ამჯერად გავიგე მარხილის ეჟვანის ხმები. წვრილი ადგილიდან გავიხედე, რომ კაცი დამენახა. ამის მაგივრად დავინახე სრულიად მოულოდნელი და კოშმარული. მე დავინახე თვალები, რომლებიც მე მიყურებდნენ. თვალები შემდგომ გვერდზე გაიწია და გაუჩინარდა და დავინახე, რომ კაცი იმ განყოფილებასთან მოვიდა, რომელშიც მე ვიყავი. კაცი უცნაურ ხმებს გამოსცემდა. თითქოს და პატარა ბავშვი ყოფილიყო, ან საგიჟეთიდან გამოქცეული. ამის შემდეგ დაიწყო სიცილი და ფეხის წვერებზე სიარული. ეს სასაცილო იყო, მაგრამ მისგან შემზარავი. შიშისგან ნელა უკან ვიხევდი, მაგრამ ის მაინც ჩემთან მოდიოდა. ჩემ სალაროსთან მივედი, რომ მენეჯერისთვის დამერეკა, ან პოლიციისთვის. შემდეგ მას გავხედე და დავინახე, რომ მისი ბავშვური სახე გადაიქცა აგრესიულ, ბოროტურ მზერად. ოფიციალურად ყელში ვქონდა ამოსული და წინაკარებით გარეთ გავედი და ჩემ დასაკვირველად კაცი ჩემსკენ გამოიქცა. კი არ მოსეირნობდა როგორც აქამდე, არამედ თლიანი სისწრაფით ჩემსკენ მორბოდა. შენობიდან გარეთ გავიქეცი, თავს არ დაცემული, მანქანაში ჩაჯრომა არ მინდოდა, რადგან ვშიშობდი, რომ კარების ჩაკეტვას ვერ მოვასწრებდი და დამიჭერდა. შენობას უკნიდან შემოუვარე და ფარმაციაში უკანა კარიდან შემოვედი, რომელიც ღია იყო. არ ვიცოდი კიდევ თუ მოვსდევდა. უკანა კარები ჩავკეტე, ჩემს სალაროსთან მივედი, სადაც წინა კარებიც ჩავკეტე. ზუსტად მაშინ ავიღე ტელეფონი და მენეჯერს დაურეკე. საბედნიეროდ ეღვიძა. მოუყევი, რომ აუცილებლად უნდა წამოსულიყავი იქედან, რადგან ვიღაც გიჟი მომსდევდა. შემდეგ კი, როცა ველაპარაკებოდი, თითქოს და შენობიდან რაღაც ხმა მომესმა. ტელეფონი დავდე და გავიაზრე, რომ ისევ ის დაკაკუნების ხმები იყო. იქიდან მაშინვე წამოვედი და მანქანაში ჩავჭექი. უკან არ დავბრუნებულ ვარ. სახლში რომ მივედი, მენეჯერს ჩემი ტელეფონიდან დაურეკე. მან კი პოლიციაში ატყობინა. საბედნიეროდ ფარმაციიდან არაფერი იყო მოპარული. რა თქმა უნდა, ჩემი მენეჯერი უარყოფითად იყო განწყობილი, რომ შენობა ასე დავტოვე. ამიტომ მასთან ამის შემდეგ საერთოდ არ მისაუბრია. იმ ღამის შემდეგ, როგორც შემეძლო ისე შეხვდი შობას. მაშინ პატარა ვიყავი. მამა ჩემი ერთ გოგოს ხვდებოდა სახელად სიდნი. დედა ჩემი მაშინ დაიღუპა, როცა მე ძალიან პატარა ვიყავი. ამიტომ მთელი ბავშვობა ისე გავატარე, რომ არ ვიცოდი რა იყო დედის ფიგურა. როცა მამა ჩემმა სიდნისთან დაიწყო ურთიერთობა, კვირის დღეებში ის ჩვენთან რჩებოდა ხოლმე. მე და ჩემს და-ძმებს კი ეს მოგწონდა. სიდნი წესიერი გოგო ჩანდა, მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი და ალბათ მეჩვენებოდა, რადგან სახლში ერთადერთი ქალი ის იყო. მოკლედ შობის ღამე იწყებოდა. სიდნი ჩვენთან რჩებოდა შობას. ჩვენ ფილმ ელფს უყურეთ. როცა ფილმი დამთავრდა, მამა ჩემი და სიდნი დასაძინებლად წავიდნენ. მე ჩემს ძმასთან ცოტა გვიან დავრჩი, რომ პოლარ ექსპრესი გვეყურებინა.
როცა ფილმი დასასრულს უახლოვდებოდა, სიდნი დაბლა ჩამოვიდა და გვითხრა, რომ ძილის დრო იყო. მე პატარა ვარ, მაგრამ არც ისე რომ სანტა კლაუსების ვჯეროდეს. ყოველთვის ვიცოდი, რომ მამა ჩემი მიდევდა საჩუქრებს. მაღლა ჩემ ოთახში ავედი, რომ თამაშები ჩამერთო. ოთახიდან სადღაც 12-ისკენ გამოვედი, რომ მენახა საჩუქრები იყო თუ არა ნაძვის ხის ქვეშ. ოთახიდან ჩუმად ნელი ნაბიჯებით გამოვედი. ხედავდი შორიდან ნაძვის ხეს, რომელიც პატარაზე იყო განათებული. ასევე დავინახე საჩუქრები მის ქვევით და ასევე იქ დავინახე სიდნი. თავიდან მეგონა, რომ იქ საჩუქრებს დებდა, მაგრამ შემდეგ როცა კარგად დავაკვირდი, ის საჩუქრებს ანჯღრევდა. თითქოს უნდოდა რომ გაიგო, შიგნით რა იყო. მან ერთ-ერთი ყუთი გახსნა და ამოიღო, რაღაც რაც დიდი ალბათობით ჩემს დასეკუთვნოდა. მან ეს დაინახა და უკან ჩადო. არ ვიცოდი რა საკეთებდა, მაგრამ ყურებას განვაგრძობდი. ის შემდგომ სამზარეულოში შევიდა და ერთ-ერთი უჯრა გამოაღო, სადაც მამა ჩემი საფულეს ინახავდა. რაც შემდგომ დავინახე, უბრალოდ ამჯეროდა. სიდნიმ საფულედან რამდენიმე $100 გადმოიღო და საფულე უკან დააბრუნა. შემდეგ კი ქვევით უჯრა გამოაღო, სადაც მედიკამენტები იყო, წამლები და ასე შემდეგ. მან ერთ-ერთი ტაბლეტი ამოიღო, რომელიც ექიმმა მამაჩემს გამოუწერა. ტაბლეტი აიღო, დასუნა და მარჯვნივ ზუსტად ჩემსკენ შემოტრიალდა. ჩემი დანახვის შემდეგ ტაბლეტი ბოთლში დააბრუნა. მე უცბად ჩემ ოთახში შევარდი და საწოლში დავწექი, იმ ფიქრით, რომ ჩემი პატარა გონები თვითონ მეძინა. რამდენიმე წამის შემდეგ კარების გაღების ხმა გაისმა. და დაიკეტა. არ გამიხედავს და არ ვიცოდი ოთახში შემოვიდა თუ არა. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა დავწუნდი რომ გახედვა უსაფრთხო იყო, თავი ავწიე და სიდნი ჩემს საწოლთან იდგა. შიშისგან ამოვისუნთქე, თითქმის დავიყვირე. მან დაბლა ჩამომხედა. მხოლოდ მის ჩრდილს ვხედავდი. მან მითხრა, რომ დაინახა თუ როგორ უყურებდი სამზარეულოში და მიჩურჩულა საშიში ტონით, რომ ის წამლები მამაჩემისთვის უნდოდა. მე უთხარი, კარგი, შემდეგ კი მითხრა შობას გილოცავ და ოთახიდან გავიდა. შემდეგ დღეს საჩუქრების გახსნა დავიწყეთ. მამაჩემი დაბლა გაბრაზებული ჩამოვიდა და თქვა, ვინა იყო ჩემი საფულედან $600? მე ეგრევე სიდნის გავხედე, რომელმაც მე შემომხედა, თითქოს დაიცოდა, რომ მე ვიცოდი. იქ მამაჩემისთვის არ მithქვამს, რაც დავინახე. მაგრამ საღამოს, როდესაც მამაჩემი ისევ გაბრაზებული იყო, იმ ფიქრით, რომ ფული ჩვენ ავიღეთ, ბოლოს და ბოლოს უთხარი სიმართლე. მან არ დამიჯერა, მაგრამ როდესაც წამლები უხსენე, თითქოს დამიჯერებდა, რადგან რატომ მოვატყუებდი მაგაზე. იმავე ღამეს ჩემმა მონათხრობმა მათში ხმამაღალი საუბარი გამოიწვია. მაგრამ ყველას გასაკვირად, მამაჩემმა სიდნის სახლიდან წასვლა არ სთხოვა. მან არ აღიარა მამაჩემისთვის ფულის მოპარვა და ალბათ მამაჩემმაც არ იცოდა რა გაეკეთებინა. იმ ღამეს ჩემი ოთახის კარები დაკეტილი მქონდა, რაზეც მამა გვეუბნებოდა, რომ ეს არასდროს გაგვეკეთებინა. მაგრამ მე ამით უფრო უსაფრთხოდ გრძნობდი თავს და ღმერთს მადლობა, რომ ასე მოვიქეცი, რადგან იმავე დროს გავიგე კარების გაღების ხმა რამდენჯერმე. უეჭველად ეგ იყო და შემდეგ დღეს დადასტურდა კიდეც, როცა მამას ვკითხე, თუ ეგ იყო და მითხრა, რომ არა. იმ ღამეს, როდესაც სიდნი წავიდა, მამაჩემს ვევედრებოდი, რომ აქ აღარ მოეყვანა, რადგან ძალიან მაშინებდა. მადლობელი ვარ, რომ მომისმინა, რადგან იმ ღამის მერე მან სიდნისთან ურთიერთობა შეწყვიტა. დღემდე მაინტერესებს, ნეტავრას უპირებდა იმ წამლებს, მე რომ ვერ დავენახე.